მომენტიც ის არის რომ აი ამ მივიდა ჩვენ ვიცით რომ ფიროსმანი ისე საწყალობლად არაფერს აკეთებდა 10 ლარი მისცეს მაშინ დიდი ფული იყო გადასცეს ესე პატივისცემის ნიშნად და ეს საღებავები რაღაცები ეყიდა მაგრამ იცით თქვენ რომ სანაცვლოდ მან ამ ორგანიზაციას აჩუქა თავის სურათი ქორწილი ძველი დროების საქართველოში ეს იცით შემდეგ ნუ ესე ქრონოლოგიურად ჩავყვეთ უცებ რა ეხლა ძალიან 7 გაკვეთილი ვისაუბრით ამაზე და ეხლა ამ ანალიტიკის ესე ვთქვათ როდესაც უკვე წერტილი უნდა დაუსვათ და გავიაზროთ ვინ არის ფიროსმანი და შეჯამებას ვაკეთებთ უღარ გავმეორდებით მოკლედ 1916 წელს ჩვენ ისიც ვიცით რომ დიტო შევარდნაძე ერთადერთ სიცოცხლეში ერთადერთ გამოფენას უკეთებს დიდად აფასებს ფიროსმანს და უკეთებს 11 ნახატიან გამოფენას უკეთებს როგორც მე ვიცი ზდანევიჩის სალონში ესეც ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია და აი რა მინდა გითხრათ ამით რომ ხო რა თქმა უნდა ცისფერყანწელები თავის პერიოდიკაში ცალკეულ ნომრებსაც კი უთმობენ ზოგადად გასაანალიზებლად ფიროსმანის შემოქმედებისა და აი რა მინდა ამით გითხრათ რომ ფიროსმანი არ არის უბრალოდ ლოთი მოწანწალეშ აი მოკრძალებით ქუჩა კუჩის კუთხეში მიმავალი რომ სოციუმი არ იცნობს და აი ეს რაღაცა არ არის ესე ფიროსმანი კი თავისთვის არის ეს გარკვეული კომპლექსია სოციუმისა და რა კუთხით რომ თქვენ გითხარით ესეც რომ 1916 წლის 10 ნომერში 10 ივლისს 1916 წლის 10 ივლისს სახალხო ფურცლის ყოველდღიური გაზეთი გამოდიოდა სახალხო ფურცელი და იმას ჰქონდა სურათებიანი დამატება ესეთი ფერადი სურათები ყოველკვირეული და იქ შარჟი იხატება ფიროსმანი დგას გრიგოლ რობაქიძე უდგას გვერდით და რაღაც უაზრო მდაბიური ტექსტი რომ აი ხატე და 15-20 წლის შემდეგ ახალგაზრდა მხატვართა იმაში გამოფენაზეც შეგეძლება გაგატანინებ ნახატს რომ რა თქმა უნდა ჩვენ ეს განვიხილებ სათანადოდ განვიხილებ და გამოწვლილით განვიხილებ რომ ეს აბსურდია არ შეიძლებოდა ეს გრიგოლ რობაქიძეს ესე ეთქვა მსგავსი რამ ჯერ ერთ-ერთი არ ახასიათებს გრიგოლ რობაქიძეს მსგავსი მდაბიური საუბარი რა ტექსტიც იქ წერია პლუს ისიც ჩვენ გავიაზრებთ რომ გარი გოლენდი არ არის გივი გოლენდი და ეს პრინციპში არის კარგად ჩასაფრებული ტრის ესე ვთქვათ აი პირდაპირ არ მოვერიდები ამ სიტყვას ამ ტრის კარგად ჩასაფრებული ტრის რომელიც გრძნობს თანამედროვე მონიავებებით დიდი საქართველოს წამოდგომას ფეხზე და რამაც შემდეგ ანპირობებს პრინციპში 2 წლის შემდეგ პოლიტიკურ დამოუკიდებლობასაც კი აი ეს ანთებულ ცისფერყანწელების მიერ ამ ასპარეზზე ზოგადად შემოქმედების ასპარეზი ეს აზვირთება შემდეგ საოცრად ყველა სფეროში ძალიან მნიშვნელოვნად გვინგვირდება და აი მივხვდით ჩვენ ძალიან კარგად იმას რომ ამ შარჟით პირველ რიგში გრიგოლ რობაქიძეს ურტყავენ და არა ფიროსმანს რა მაგრამ აქ ფიროსმანის თუ მართლა ძალიან ჭკვიან ჩაღრმავებული მტერია ფიროსმანის იდეადებსაც როგორც ჩანს ხვდება აი ეს მომენტია მაგრამ ის ვიცით რომ ეს გრიგოლ რობაქიძეს მიდის დარტყმა სწორედ სანამ ის ცისფერყანწელები მოიწვევდნენ და ამოდენის წევრი გახდებოდა და ზურგის გასამაგრებლად უდიდეს თეორეტიკოსი გერმანისტი ფილოსოფოსი და ესე ვთქვათ ეს ცისფერყანწელთა ახალგაზრდა გუნდის ზურგის გასამაგრებლად ხო ვთქვით ჩვენ არა მარტო გრიგოლ რობაქიძე არისტო ჭუმბაძე იფათონო ნიკოლო რტიფანიძე ესენი ყველა ცისფერყანწელები არის ხო და აი ამ კუთხით გრიგოლ რობაქიძეს ურტყავენ ჩვენ ეს ვთქვით ხო და აი ამ ეს შარჟი იწვევს შემდეგ ფიროსმანის გაუცხოებას სოციუმისგან ჩვენ ვისაუბრეთ რომ გიგო ზაზიაშვილის სახლში გიგოს მეუღლეს ეხვეწება რომ როგორც გადამკიდე გიგო მესხალხი ისე მომაშორო რომ მე როგორც მიხნავს და მითესავს ისე უნდა ხნადავთ ესო ხვდებით ეს ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია რომ ვიცოდეთ ამ შემდეგ კიდევ დაემატა ამას ერთგვარი კარიკატურა გათამარ მეფეს ნახატთან დაკავშირებით სხვა პრობლემა კიდევ ერთი რომ ამ ადამიანს არ ეღირსა თავისი მუზეუმი მთლიანად გაშლილად არ ვიცნობთ ფიროსმანის შემოქმედებას 7-8 ის ალბომის სამხატვროც კი ვერ აკმაყოფილებს მთლიანობაში რომ გავიაზრო ფიროსმანი და მარტო ერთი თამარ მეფე არ აქვს ახალწული თქვა და ერთ-ერთ თამარ მეფესაც ვიღაცამ დაუწერო ბრიხმა რა თქმა უნდა რომ ეს თამარ მეფეა თუ ლუარსაბ თათკარიძე დარეჯანიო და აბსოლუტურად მე უკვე ის გაურბის სოციუმს
ერთხანს გორშიც მოიხილება, შემდეგ თბილისში ბრუნდება და ასე შემდეგ და ის ხალხიც კი ვინც აღფრთოვანებული ხავს უჭერს ნიკალას შემოქმედებას ეძებს, მაგრამ ვერ პოულობს მალმალე იცვლის იგი აი ამ ესე ვთქვათ საცხოვრებელს და ამ კუთხით აი ესეთი ვითარებაა შექმნილი იმ მომენტისთვის, როდესაც უკვე ნელ-ნელა წიფდება ვითარება, რათა ფიროსმანი როგორც უდიადესი შემოქმედი მსოფლიო მნიშვნელობის ფიგურა ზოგადად ფერწერისთვის, აი ესე ვთქვათ მისი ანალიტიკა რომ დაიდოს. ჩვენ მივდივართ იქამდე, რომ ფიროსმანი 1922 წელს გაზეთ ბახტრიონში ნომერ 8-ში, რომელიც მთლიანად დაეთმო ფიროსმანის შემოქმედების და პიროვნების ანალიტიკას, ცისფერყანწელების პერიოდული გაზეთია, გამოცემა გოგლა ლეონიძე რედაქტორი და აქ ქვეყნდება წერილები, შემოქმედებითი ფიროსმანის ხელოვნების შემოქმედების შესახებ. იქ ტიციან ტაბიძე წერს, გრიგორ რობაქიძე წერს და აი სწორედაც გრიგორ რობაქიძის არც ისე დიდი წერილით ნიკო ფიროსმან, აი ესე ემოქნეული სათაურით იგი აქვეყნებს ფიროსმანის შემოქმედების შესახებ წერილს და აი სწორედ ეს წერილი გაახლავთ უკვე გალავრის ქვა და ერთგვარი საფუძველი უკვე შემდგომ უკვე წარმოშობილი ფიროსმანოლოგიის, ანუ მსგავსი რამ ხდება ხოლმე საქართველოშიც ჩვენ ეს მოგვეძიება რუსთველოლოგიის სახით, გალაქტიონოლოგიის სახით, ანუ გარკვეული კონკრეტული შემოქმედის ხელოვნება, როდესაც ცილდება გარკვეულწილად იმ საზღვრებშიც იგი მოღვაწეობს და გარკვეულწილად ერთგვარი კულტუროლოგიური მოვლენა ხდება თავისი ფილოსოფიური და ფსიქოლოგიური გაშლებით და პოლიტიკური და ეკონომიკური მომენტებითაც, ანუ მთლიანობაში იკვრება რაღაც ერთგვარი კულტუროლოგიური წრე და ითხოვს საგნისმცოდნეთაგან დასკვნას, რომ აი ეს შემოქმედის შემოქმედება ითხოვს ცალკე მეცნიერულ, ასე ვთქვათ, ვექტორს გამიგეთ და აი სწორედ ფიროსმანოლოგია ამოდის სწორედ ამ გრიგორ რობაქიძის წერილიდან, ეს ძალიან მნიშვნელოვანია და ამ წერილში რას იძახის გრიგორ რობაქიძე, აი ეს ვთქვათ, ამოსავალ წერტილად ავიღოთ და შემდეგ უკვე გავშალოთ ანალიტიკურად და მოვიშველიოთ რაღაც პარალელები, რათა შემდგომ ჩვენ გავიაზროთ და ზედაპირული წარმოდგენები ფიროსმანის შესახებ მოვიშოროთ, ვთქვათ ცხადად, არგუმენტირებულად, თუ რატომ არის დიდი ფიროსმანი. ხდებით? საუბარია რაზე? როდესაც გრიგორ რობაქიძე ამ ანალიტიკას აკეთებს ამ წერილში და ფიროსმანის ერთგვარი ქართული ფერწერის ისტორიისთვის ფიროსმანის პიროვნების წარმოჩენა სჭირდება, იგი იძახის ასეთ რამეს, რომ ფიროსმანის სიდიადე რომ წარმოვიდგინოთო, მოდი პარალელი გავავლოთ და ვაჟა-ფშაველა მოვიხმოთო, რომელიც არის ქართველი მწერალი, რომელიც ერთადერთი ქართველი მწერალი, რომელიც აბსოლუტურად დაცლილი არისო აღმოსავლური გავლენებისგანო და რუსთველი, როგორც რა თქმა უნდა, არა მარტო ქართული სულის მწერალი, არამედ ჩვენ უკვე გავარკვევთ, რომ ეს პირველი ევროპული რენესანსის მწერალიც არის რუსთველი, ანუ რუსთველი და ვაჟა რომ ავიღოთო და გავიაზროთო სინთეზშიო მათი შემოქმედება, ჩვენთვის ცხადი და აშკარა მთლიანად გახდება, აშკარა ქართული მენტალობის რაობის, ზოგადად რაობას გავიგებთო, ისევე როგორც პარალელს იშველიებს ანტიკურ სამყაროსთან, ისევე როგორც რომ ავიღოთ ჰომეროსი და ვერგილიუსი და ერთიანად გავიაზროთ მათ შემოქმედება და ანტიკური სამყაროს რაობას მივიღებთო და აი ფიროსმანსო მეორე პიროვნება ვინმე ფერწერული მთლიანობის აღსაქმნელად გასაზრებად საერთოდ არ ჭირდება ფიროსმანი თავის თავში მოიცავს აი ეს პირველ საწყისსაც და პროგრესულ ნაბიჯსაც რუსთველს და ვაჟას მთლიანობაში თავის თავში მოიცავს მხოლოდ ფიროსმანიო ფერწერული კუთხითო. ხდებით რას იძახის გრიგორ რობაქიძე და ეს არის გენიალური ანალიტიკა ხალხნო და ჩვენ რო უფრო კარგად გავიგოთ, მოდი ესეთი რამ ვთქვათ, რომ ჩვენ ვიცით, რომ თანამედროვე მსოფლიო სქოლასტიკა რას წარმოადგენს, ვიცით, ლეონარდოსა და მონეს სინთეზს
ლეონარდოს მონეს იდეა იმაშია რომ მან თავის იმპრეშენი ანუ რა არის იმპრეშენი ხო პირველი შტაბეჭდილება სანამ განელდება მანამდე უნდა დაიხატოს ნახატი ანუ ერთგვარი დინამიკის მოთხოვნა სამხატვრო პროცესში და ნახატის ზედაპირზე მოკლე მონაცვლების აი ეს საოცარი ესე ვთქვათ როკვა ხო რაც აი ეს განპირობებულია რითი ხო ეს განპირობებული ტექნიკური პროგრესის განვითარებასთან ერთად აჩქარებული კაცობრიობის დროება ხო და ამ აჩქარებას ამ დინამიკას უნდა აღყვეს რათა ეს ერთგვარი თანამედროვეობა შეინარჩუნოს ეხლა დინამიკას აყოლა და არაყოლა თუ რამდენად მართებულია ეს უკვე ფილოსოფიურ ჭრილში უნდა განვიხილოთ მაგრამ ნუ რეალობა დიალექტიკა ესეთია და აი ამ კუთხით ხო იმპრეშენი წარმოადგენს პროგრესულ ნაბიჯს თანამედროვეობისთვის მაგრამ თავარი რა არის რომ პროგრესულ ნაბიჯს წარმოადგენს სწორედ იმიტომ რომ ის არ არის მოწყვეტილი ლეონარდოს კლასიკურ სწავლებასთან და მონეს იდეა და იმაში მდგომარეობს ის სინთეზშია სპუმატოსთან სპუმატო და იმპრეშენი იძლევა თანამედროვე სქოლასტიკას აი ფიროსმანი სწორედ ამას აკეთებს როგორც წმინდა ქართულად რატომ იმიტომ რომ ჩვენ ხო გვყავს კლასიკური ქართული აკადემიური ფერწერის ფუძემდებელი დიდი მოწიწებით და ესე ვთქვათ ატივისცემით და მადლიერებით ვიხსენიებთ ხო და გაკვეთილიც კი მიუძღვენით ჩვენ გიგო გაბაშვილს ხო ძალიან ქართული ჟანრობრივად თემატურად მაგრამ უყურე სანქტ-პეტერბურგის სამხატვრო აკადემია დამთავრებული შემდეგ მიუნხენის სამხატვრო აკადემია დამთავრებული და ბოლოს იტალიაში რო სპეციალურად მიდის და იქ ლეონარდო სფუმატოს სწავლობს და ის ჩამოავს ქართულ ნიადაგზე მაგრამ იტალიური სკოლა ხდებით აი ძალიან მნიშვნელოვანია ერთი მომენტი და მე მინდა გადახსენოთ ფიროსმანის თაობაზე ჩვენ უკვე ვისაუბრეთ რომელიღაც გაკვეთილზე ვახსენეთ და გთხოვეთ არ დაგვიწყებოდათ აი ეს მედუქნეების ნათქვამი ჩანაწერი ცისფერყანწელების მიერ რომ როდესაც ტილო არ ქონდა ნიკალას და ასე შემდეგ საშუალება არ ქონდა ის შავ და თეთრ მუშამბებს ეტანებოდა და რასაკეთებდა როდესაც აფერწერულებდა შავ მუშამბებს იგი დაუფარავს ტოვებდა ჩრდილების ლაქებისთვის შავ ტონს და როდესაც აფერწერულებდა თეთრ მუშამბებს თეთრ ტონებს მაღალი მოცულობითი ციმების ამოსაყვანად ასევე ხელუხლებას ტოვებდა და ოდნავ ლისირებას აკეთებდა და რა ხდებოდა ხახნო იღებს ჰაერს ნახატში იღებს ჰაერს სუნდგმულობს სუნთქავს ფიროსმანის ნახატი და ეხლა რომ ჩვენ გადავა იტალიურად რა გამოვიდა სფუმატო გამოვიდა ლეონარდოსი რომელიც ქვაკუთხედია და ამოსავალი წერტილი ზოგადად აკადემიური მსოფლიო სკოლასტიკისა ხდებით სამხატვრო სკოლისა ზოგადად სწავლებისა ხდებით აი ამას აკეთებს ფიროსმანი ოღონდ წმინდა ქართულად, სუფთა ქართულად, ხო? ყველანაირი მონიალებისგან დაცლილი ისე ვაჟა, დაცლილი აღმოსავლური მონიალებისგან, ფიროსმანის დაცლილი ამ იტალიური მონიალებისგან და პირდაპირად ესე ვთქვათ, აი ამ ქართულ სფუმატოს ფლობს მისი ეს საოცარი შემოქმედება და ამავდროულად სკოლასტიკის მეორე ნაწილი არის იმპრეშენი. გადახსენებთ ახლა მე თქვენ, აი ასევე ჩანაწერს ცისფერყანწელები, სადაც იძახიან რომ ესე ვთქვათ, ერთი ამოსუნთქვით ხატავდა და ხშირად ვერამთავრებდა ნახატებს. რას ნიშნავს? გადავაფრანგულოთ და რას მივიღებთ? მონეს და მის თანაგუნდელებს და მათ იმპრეშენს მივიღებთ პირველი საბჭოა სანამ განელდება. ერთი ამოსუნთქვით ხატვა. ხო? რა თქმა უნდა, თანამედროვე სკოლასტიკის ფუძემდებლებიც გვყავს ჩვენ, ხო? ლადო, ელენე, ქეთევანი, შალვა და დავითი. ისინიც საოცრად ქართულები თავის გამოვლინებებში ლადო მაგალითად ძალიან ორთაჭალური რაღაც ესეთი არტისტული ხაზით, მაგრამ ევროპული პოზით, ხო? აკბატონო დავით კაკაბაძე ავიღოთ თუნდაც გენიალური ქართული ზემოიმერული სასწაულით, მაგრამ ამავდროულად სინთეზით სეზანისა და პიკასოს კუბიზმისა თავის მეცნიერული გაშლებით, ხო? ან დავიღოთ შალვა ქიქოძე, რომელიც გენიალურია, ძალიან მძიმედ ქართულია, მაგრამ ამავდროულად აი ეს ტულუზ-ლოტრეკისეული მესამე შრის აქცენტუალური ხაზებით, ხო? და აი ფიროსმანი ერთი ამოსუნთქვით, რას ნიშნავს იმპრეშენს, აკეთებს სუფთა ქართულად. და რა გამოგვივიდა? გამოგვდის ჩვენ ფიროსმანის შემოქმედებაში სფუმატო და იმპრეშენი შერწყმული სუფთა ქართულად. ხდებით რა ხდება? მსგავსი მხატვარი არც ერთ ქვეყანას არ ყავს მსოფლიოში. ანუ იტალიასაც კი და საფრანგეთსაც კი. თავი რო დავანებოთ სხვებს. იმიტომ რომ იტალიას ყავს ლეონარდო, არ ყავს მონე. საფრანგეთს არ ყავს მონე, არ ყავს ლეონარდო. ხდებით და ქართველებს ყავს ჩვენ სფუმატოსა და იმპრეშენის ავტორი თავის თავში.
ხვდებით ანუ ფიროსმანი შეირწყავს თავის თავში ანუ ორ საწყის რომელიც იძლევა აკადემიურ სქოლასტიკას შესაბამისად დიდი მადლობით მაგრამ მოწიწებით ზანევიჩ ფიქრობ რომ უფრო ღრმად არ არის ჩასული და ზედაპირული მოქნევით პრიმიტივისტად მოიხსენებს რა პრიმიტივიზმი აქ ლაპარაკი როდესაც საქმე გვაქვს აკადემიურ სქოლასტიკასთან ფიროსმანთან დაკავშირებით ეს არის აბსურდი და ის ყბადაღებული ეს ტერმინი რაზეც უკვე ვილაპარაკებე ეს გვეგროვების მიერ შემოთრეული მხატვრელების მიერ მოთრეული ტერმინი ეს თვითნასწავლი მხატვრობა ეს აბსურდია რა თქმა უნდა ამაზე აღარ გვინდა ლაპარაკი ანუ ფიროსმანი თავის თავში აი ამ ორ საწყის მოიცავს ხალხნო და ამით არის ესე ვთქვათ ძალიან მნიშვნელოვანი ქართული ფერწერისთვის კი არა თავისი გაუნმეორებლობით ხალხო ჩვენ ბევრი ვისაუბრეთ და მოდი აი ამ ნაწილიდან გავაგრძელოთ და ესეთი რამე ვთქვათ რომ ზდანევიჩი იქნება ლედანკი იქნება თუ რობაქიძე ხო ამ შემთხვევაში დრო არის საჭირო ზოგადად რომ ერთგვარი შეფასებისთვის იმ შემოქმედებისა რა შემოქმედებაც გვაძლევს ჩვენ საბუძოს ვისაუბროთ როგორც მსოფლიო კულტუროლოგიურ მოვლენაზე აი შეფასებებისთვის ერთგვარი გადასახედია საჭირო რომ შეიქმნას და გონიერ ხალხსაც სჭირდება ერთგვარი ამგვარი გადასახედი გამიგეთ მართებულად უნდა ჩაედუღაბოს სათქმელი მოვლენას ზოგადად და აი რა გულისხმობ ამ კუთხით გეტყვით ასეთ რამეს რომ აი თქვათ როდესაც ზანევიჩი აფასებს ზოგადად გრიგორ ობაქიძესაც აქვს ეს სენტენცია ერთგვარი ლედანჭუსაც ერთგვარად თლიანობას ხედავენ აშკარად ის რომ ესე ვთქვათ აკადემიური საწყისიდან მოდის ფიროსმანი და ესე ვთქვათ რაფაელს იხმობენ ამ აკადემიურობის გასამყარებლად და პლუს ერთგვარ თანამედროვე მონიავებასაც ჩვენ ამაზეც ვისაუბრეთ ერთგვარ პროგრესულ ნაბიჯს იმპრესიონიზმის სახით როგორ ავსებს აკადემიურ ბადეს და ერთფრთლიანობას ქმნის სქოლასტიკისა სამხატვროსი და აქ ახსენებენ სეზანს რომ რაფაელი ვერ დახატავს სეზანი ვერ დახატავს რაფაელივით, მაგრამ ისტორიულ ჭრილში, რათა გავიაზროთ მთლიანობა მხატვრობის, აუცილებელი აკადემიური მხატვრობის აუცილებელი არის, რომ ესე ვთქვათ, დავაფასოთ რაფაელით სეზანის და მთლიანობაში აღვიქვათოთ. ეს მართლაც ესე არის, მაგრამ მართებულად რომ გავიაზროთ, ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია ამაზე, ამ თემასთან მარტო ამ თემასთან დაკავშირებით არა რა. და თან ამ თემაში ჩვენ მყარად მოვიხსენიეთ ის, რომ აი ვინ არის რაფაელი გავიაზროთ, რაფაელი გახლავთ ლეონარდოს პირმშო, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით იგი მუშაობს ერთ-ერთი პირველი ამ სფუმატოს მიხედვით, საოცრად რა თქმა უნდა, იგი გასაგებია რომ არის იტალიური რენესანსის მწვერვალი ტრიადიდან ერთ-ერთი მწვერვალი, ლეონარდო როგორც ფერმწერი, მიქელანჯელო როგორც მოქანდაკე და რაფაელი როგორც უდიდესი პერსპექტივის მცოდნე, ესე ვთქვათ, მაგრამ ფერწერული კუთხით ის არის ერთგვარად ლეონარდოს ხატის წინ ლოცულობს მუხლებზე დაჩოქილი ლოცულობს ლეონარდოს ხატის წინ იგი გაცილებით პატარაა და მას ესმის ლეონარდოს სიდიადი და სფუმატოს რაობა ზოგადად ესეც კარგად ესმის და შესაბამისად როდესაც აქ რაფაელი არის ნახსენები ნუ თავისთავად ცხადია ჩვენ რომლებსაც მყარად გვჭირდება უკვე არგუმენტაცია ნუ უნდა ვაღიაროთ რომ აქ რაფაელის გამჭოლ რა თქმა უნდა ლეონარდოზე უნდა ვისაუბროთ და არა რაფაელზე და ვინ არის სეზანი რა ესეც გავიაზროთ სეზანი გახლავთ იმ სამი ამონაკადიდან იმპრესიონიზმიდან ერთ-ერთი წარმომადგენელი კერძოდ პოსტიმპრესიონისტი იმ დიდი ოთხეულის ერთ-ერთი წევრი ხო ვან გოგი გოგენი ტულუზ-ლოტრეკი სეზანი და სეზანის პოსტიმპრესიონისტია ერთგვარი ექსპრესიონიზმის მამამთავარი ერთ-ერთი ამ ოთხეულიდან მაგრამ რა ხდება ხო ისიც ერთგვარად მონედან ამოსულია ხო იმპრესიონიზმიდან ამოსულია ხო პოსტიმპრესიონიზმი რომ არა ეს სამი ნაკადიც არ იქნებოდა ხო არც პოსტი არც ნეოიმპრესიონიზმი
სიონიზმი და არც ფოვიზმი, ხო? აქედან გამომდინარე, როცა ცეზარზე ვსაუბრობ, რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა გავიაზროთ, რომ ეს არის აქ არის საუბარი მონეზე და როდესაც ფერწერის მთლიანობაზე ვსაუბრობთ, ხო? აქ უნდა ვთქვათ არა რაფაელი და სეზანი, არამედ ლეონარდო და მონე. აი ეს უნდა ასე უნდა ითქვას, რათა ტერმინების მონაცვლეობა და აღრევა ხდება ზოგადად და დიდ გაუგებრობებს იწვევს ხოლმე საერთოდ, ესე ვთქვათ, რა გინდა რა სფეროში. თუნდაც ამ ტერმინის აღრევის კუთხით ერთგვარად ჩვენ უნდა გავიაზროთ ისიც, რომ აი ეს საოცარი ჩვენთვის დიდად საპატივცემულო და სამადლობელო ხალხი ასევე ბოლომდე ვერ იაზრებენ, თუ შეიძლება ასე ითქვას, სიღრმისეულად, იმიტომ რომ დრო ჭირდებათ, თუ რამდენად ღრმა არის ფიროსმანი როგორც მოვლენა სამხატვრო და არა მხოლოდ, როგორც კულტუროლოგიური მოვლენა ზოგადად, აი მას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და მას მოიხსენიებენ პრიმიტივისტულ ჭრილში მოიხსენიებენ და ესეც ერთგვარად რა თქმა უნდა ვერ აკმაყოფილებს იმ შეფასებებს, რა შეფასებებიც ამ გადასახედიდან უკვე ღრმად ჩანს, ხო? ეს ძალიან მნიშვნელოვანია გავიხსენოთ თუნდაც აი ფუტურისტი მხატვრების გამოფენაზე გააქვს, ხო, ზდანევიჩს ერთი ნახატია რა, ფიროსმანის ჩვენ ამაზე ვისაუბრეთ და თავად ტერმინი წმინდა ლიტერატურული მოვლენა გახლავთ, ფუტურიზმი ზოგადად. ამაზე უკვე ვისაუბრეთ, მაგრამ იმჟამინდელი მონიავებებისას ყველა ერთ ქვაბში იხარშება, ხდებით, ეგრეთ წოდებული ხელოვნებაცოდნეებისგან, მაშინდელისგან და ამჟამინდელისგანაც. ლიტერატურულ ასპარეზზეც სწორედ ასეთი სიტუაციაა, რომ ფუტურისტებად ინათლება დადაისტები, იმაჟინისტები, სომნამბულისტები, თავად სიმბოლისტებიც კი. ზოგჯერ არა და ამ მიმართულებას ყველას თავისი მსოფლმხედველური პოზიცია და მიზნები და ამოცანები გააჩნია. მხატვრობის ტერიტორიაზეც იმჟამად ლამის ყველა პრიმიტივისტად იწოდებ პრიმიტივიზმს დეკადენტობისკენ მივყავართ ზოგადად და არა სიმარტივისკენ. ხდებით, სადაც გრძელი სიტყვა მოკლედ ითქმის და სირთულის გადმოცემის უნარი თუ გაქვს გენიალური სიმარტივით, ეს საოცრებაა საერთოდ და პიროსმანისეული ერთგვარი მარტივობა, არა პრიმიტიულობა, არამედ ერთგვარი პირველ საწყისობა და გენიალურობა ამ კუთხით. ერთი მომენტია მეტისმეტად მნიშვნელოვანი, რომ როდესაც დეკადენტურობა გახასიათებს და ერთგვარად პროგრესულ ჭრილს აცდები და უკვე აწმყოში არ იმყოფები ზოგადად, ხო? ეს უკვე ერთგვარად წხდები ერთგვარ ბედნიერების განცდის მომენტსაც. ძალიან მნიშვნელოვანია, ხო? ბავშვი ბედნიერია, იმიტომ რომ მუდამ აწმყოში ცხოვრობს და არ აინტერესებს წარსული, რომელიც უკვე ჩავლილია და არც მომავალი, ანუ წინ არ უსწრებს უფალს. აწმყოში უნდა გადადგა მართებული ნაბიჯები და სწორი არჩევანი გააკეთო, რათა ბედნიერი მომავალი უზრუნველყო. ასე რომ ვერაფრით მივაწერთ ესოდენ მაღალმხატვრულ შემოქმედებას პიროსმანისას პრიმიტიულობას. აქ ხდება ტერმინთა აღრევა, აი იმის თქმა მინდა რა. რაიც მუდამჟამ კონფლიქტის წყაროა ზოგადად რა. როდესაც სოფისტები გადაეყრებიან ხოლმე ერთურთს და ერთმანეთს და საკამათოდ თავის რაღაც ჭეშმარიტებებს უმტკიცებენ ერთმანეთს და უბედურებებსაც ატრიალებენ ზოგადად რა. ეხლა ისტორიულად ვიცით, ძალიან ბევრი ომი დაწყებულა და მეგობრებს შორის დავა დაწყებულა და ესე გაყრილა მეგობრები სწორედ ტერმინების აღრევის გამო რა. აი მას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ამ კუთხით ნამდვილად ახასიათებს პიროსმანს. აი ბავშვობა ახასიათებს, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ამ სიმარტივის მონიავებაში ერთგვარში ჩვენ ვისაუბრეთ, რომ იგი კრავს აკადემიურ წერეს და არანაირ, ესე ვთქვათ, პრიმიტივიზმზე და იმაზე აღარ ვიდა ლაპარაკი, რაზეც ვისაუბრეთ, ეს აი სწორედ თუ მაინც ესე ვთქვათ რაღაც მონიავება ახასიათებს ნიკალას ახასიათებს არა პრიმიტივისტული, არამედ ერთგვარად მარტივული, უბრალოებრივი, რაღაც უშუალოებრივი რა, ეს ძალიან მნიშვნელოვანია რა. იმიტომ რომ ბავშვი მუდამ აწმყოში იმყოფება მეთქი, ხომ გითხარით, იგი ნეტარობს პროცესით პიროსმანი როგორც ბავშვი და ამავდროულად დიდი შემოქმედია თამთო, ხო? ხშირად მაგალითად მე გამკვირვებია, როცა სესილია თაყაიშვილი ანუ ერიკო ანჯაფარიძე იტყოდა ხოლმე, რომ საკუთარი კინოფილმები არ მაქვს ნანახიო. ან და ანამანიანი რო ინტერვიუ რო წამიკითხე, ან კიდევ ელდარ რიაზონოვი იქნება თუ უაილდერი იქნება თუ კოქტო იქნება თუ ბერგმანი, ხო, ეს დიდი რეჟისორები თქვათ, ხო? ყველა დიდი შემოქმედი აღარ მისდევს შედეგს ნარცისივით, ხდებით რაშია საქმე? არ ტყდება შედეგის მზერით, როგორც სარკეში ცქერით. პროცესია მათთვის თავარი, ცხოვრების წესი.
წუთი სოფელი, ანუ აწყოს წამი რა. აი ამ წამში უნდა ცხოვრობდე რა, პროცესში, შემოქმედების წამში. აი მას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა რა. მით უმეტეს ეხლა ძველ ქართველი, როცა წუთი სოფელს იძახის, წამს გულისხმობს, ხო? მივიწყებული გვაქვს ჩვენ ეს სულხან-საბა. მოვიშველიოთ და მივხვდებით, როცა ძველ ქართველი ამ ქვეყნიურს არქმევს წუთის სოფელს, იგი წამს გულისხმობს, იმიტომ რომ ძველად წამს ერქვა წუთი და წუთს ერქვა წამი. არანაირი პრიმიტივისტი არ არის პიროსმანი, ხალხო, რომელიც თავის თავში მოიცავს მთლად აკადემიურ სწავლებას, წმინდა ქართულს ოღონდ. აი მას ჩვენ ამაზე უკვე ვისაუბრეთ. მაგალითად, ხშირად მეთქვამს 60-იანთა შესახებ, რომ ზედმეტი სტილიზაცია ახასიათებთ და მაღიზიანებდა ხოლმე პრინციპში ხშირად ეს ამბავი, რამე თუ ირღვევა ამ დროს გამიგეთ აკადემიური საფუძვლები. მაგრამ ახლა ხვდები, რომ ისინი ნიკალაშვილიშვილები არიან. რამე თუ აკადემიზმიდან ამოდიან აშკარად. მაგრამ მერე აღარ უნდათ ეს ტერიტორია მომდევნო თაობისთვის. იქაჩებიან, გაურბიან, მაგრამ პიროსმანმა ისე მყარად შეკრა მთლიანი წრე აკადემიურობის წმინდა ქართული, რომ ვერანაირი მსელობა ვერასოდეს ვერ დაარღვევს ამ ყოველივეს და ამისთვის ნიკალას დიდი მადლობა მართალი გითხრა. რამე თუ სამხატვრო კუთხით მან უზრუნველყო ფუნდამენტური ურყევი ბურჯი მომავლისთვისაც და ამით გახდა ქართული მხატვრობა ზოგადად ამით გახდა მარადიული რა, სანამ დედამიწას უთქავს ზოგადად. მან შექმნა ის მეცნიერული კრიტიციზმიდან ამოსავალი გზები, რაც უნდა ახასიათებდეს ზოგადად საფუძვლიანობას და მართებულობას, რაც უნდა კრავდეს წინამორბედობას და მომდევნოობას და ვიღებდეთ ჯანსაღერთიანობას და რასაც მუდამჟამ ებრძვიან ზედაპირულობის მომხრენი რა, რათა ადვილად მართვადი გახადონ პროცესები. ეს უკვე ჩვენ თქვით, როდესაც ილია ჭავჭავაძემ აქაც მეფური ნაბიჯი გადადგა, როცა ქართველებს ერთ ძალად შეუკრა მეცნიერული კრიტიციზმიც. ხახმა ეს ძალიან მნიშვნელოვანია, აი რაც დღეს უარყოფილია და რა გვეშველებას გავიზახით, როცა რუსთველი ყავს, პიროსმანი ყავს, ღვთიური ქართული გვაქვს, რომელსაც ურყვნით და ვანგრევთ და ვანაგვიანებთ. რა მნიშვნელობა აქვს ტექნიკური პროგრესის ენით და რუსული ბარბარიზმებით ვიხელყელავებთ თუ ინტერნეტ ენითა და ინგლისურით ვიკვეკულცეთ, ხო? 10-დან 9 სიტყვა რომ აღარ გვესმის წინადადებაში და სიამოვნებისგანაც რომ ესე ვთქვათ ჭყლოპინებენ რა ზოგადად, რომ როცა ჩვენ ეს გვესმის და ვიღაცას არ გვესმის და ვიღაცას ძალიან კარგად რო ესმის და ესე ვთქვათ ჩვენ რო ვერ გაგვიგვია, ამითაც ესე ვთქვათ სეირობს რა. უნდა გვეყოს ეს, უნდა გვეყოს რა, უნდა გვეყოფა, უნდა ვთქვათ ყავს რუსთველი, რომელიც უნდა წავიკითხოთ ხალხო რუსთველი თან არაერთხელ რა. ჩვენი ზრდის განვითარების თითოეულ ეტაპზე აი ძალიან მნიშვნელოვანია რა, რუსოს უბრუნდებოდეთ. ეს ერთი იქ არის ყველანაირი საშველზე საუბარი და იქ არის ყველანაირი უფსკრულში როგორ არ გადაიჯეხო, კეთილად რო იცხოვრო, სიკეთით რო იცხოვრო, უფალი გიყვარდეს, საკუთარი თავი შეიმეცნო, რეალიზაცია მოახდინო საკუთარი თავისა, ზოგადად სოციუმში და ირგვლივობაში მშვიდად იცხოვრო, ბედნიერი იყო, ეს ყველაფერი იქ წერია. ხვდებით? და ნიკალას ნახატებშიც ეს ყველაფერი კარგად გამოსჭვის, მაგრამ ვერ ხედავთ, ხო? ნიკალას უწოდებთ ნუ ესე როგორ რა ვთქვა რა, აღარ მინდა ამ მედროვეების მოთრეულ ტერმინზე საუბარი და ამავდროულად ნუ დიდი პატივისცემით და მოწიწებით და მადლიერებით კი ბატონო, მაგრამ უკვე ის დროა რომ ჩვენ გადავხედოთ პიროსმანს და უფრო სიღრმისეულად გავიაზროთ პიროსმანი ვიდრე ზედაპირული პრიმიტივიზმით ესე ვთქვათ მოხსენიება რა. აი მასაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ხალხო რა, რომ ეს ჩვენ ვიცოდეთ და ბოლოს ამ ადამიანს აუშენოთ ერთი შენობა რა, ამ გენიოს რომ ბოლოს კანალიზაციის ჭებზეც რომ აშენებენ უკვე ამ ბეტონის ჯუნგლებს და საფლავიც ადვილი მისაგნებია დარწმუნებით ვიძახი მე ამას თუ გვარიანად მოვინდომებ და დავავანოთ ბოლოს ეს გენიოსი სადაც ეგების მოვიცალოთ და მშვიდად დავდგეთ პიროსმანის ნახატების წინ ერთადერთ ჩვენს იდენტურობის წყაროს, ჩვენს ენას მოუფრთხილდეთ და მოვეფეროთ, ვიზრუნოთ მასზე და გვეშველება, აუცილებლად გვეშველება რა. აი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი რა. და ესე ვთქვათ, ემოციურად მომივიდა, გთხოვთ მომიტევოთ, მაგრამ აი ტკივა რა, მართლაც ტკივა და ამიტომ საუბრობ, რომ ყავს რუსთველი არ ვკითხულობთ,
ყავს ფიროსმანი და ვერ ვხედავთ და კიდე გვაქვს გენიალური საოცარი ენა ჩვენი ღვთიური მონიავებული შუმერებიდან და აი შევთქვათ გვეთაკილება თითქოს ქართული სალიტერატურო დაწმენდილი ენით მეტყველება ეს უნდა დამთავრდეს ეს ზედაპირულობა და სიღრმითობა საჭირო რათა ესე ვთქვათ გავიაზროთ და მომავალი გქონდეს რა ისე რომ წარსულს არ მოუწყდეთ და ამით წარსულისა და მომავლის მთლიანობით აწმყოთი დავტკბეთ რა და ამ სიმდიდრეებით რაც უფალმა მოგწვა რუსთველის იკალასი და ჩვენი ენის სახით მაგალითად და ისიც ვთქვით რომ აი მართლაც ჩასაფრებული უნდა იყო და არ უნდა აღიარებდე დაბრმავებული და დაყრუებული იმას რომ უმზერთ ჩვენ ფიროსმანს განსაკუთრებით ახასიათებს ფიროსმანის აი იმ ჟანრის ნახატებს, როდესაც ცალკე ფიგურებს აკეთებს ადამიანისას, აი ნუ აშკარად გამოსჭვის ის ერთგვარი მისტიურობა, ის ერთგვარი ისტორიულობის კვალი, ის ერთგვარი დროის მსვლელობის კვალი, დროის დინების კვალი, ესე ვთქვათ და აი ამ დროის დინების დალექვის კვალი ყოველწამიერ, რაც ახასიათებს დიელექტიკურად ზოგადად ფრესკულ და ხატურ ფერწერას ჩვენსას და არა მხოლოდ ჩვენსას ზოგადად სოფლიოში რელიგიური თემებით, მითოლოგიური თემებით, ბიბლიური თემებით დაფერწერულებას ზოგადად ფრესკულსა და ხატურს, აი ამ კუთხითაც, ამ ენერგეტიკითაც აშკარად გამოირჩევა მისი, ესე ვთქვათ, ეს ნახატები იმ მაყურებლისთვის, რომელსაც ესმის საგანი თუ რას უყურებს და რას უმზერს, რამგეთ შესაბამისად, აი ხედავთ ფიროსმანი ერთგვარად გადადის ამ აკადემიური ტერიტორიიდან და მოიცავს ტემპერულ ფერწერასაც და ზოგადად მინდა გითხრათ, რომ ეს დოგმატურად ტემპერული ფერწერა შენარჩუნებულია ჩვენი წმინდა მამების მიერ, რა თქმა უნდა, არა იმიტომ, რომ ზეთის აღებავები დასანახად არ უნდათ, არ არის ესე, უბრალოდ ლეონარდომ შემდეგ გაიშალა ეს პოპულარიზაცია მოხდა ზეთის აღებავების, იმდენად რომ აღმოსავლეთის მხატვრობის სკოლის წარმომადგენლები ახლა უკვე აფერწერულებენ დასავლეთ ევროპული ფერწერული სკოლით და მთლიანად მოიცვა ზეთის აღებავების ერთგვარმა სოფხედველობამ და შესაძლებლობებმა მთლიანად მოიცვა ფერწერის ტერიტორია და შესაბამისად თავის დროზე, როდესაც ამგვარი პოპულარიზაცია მოხდა ლეონარდოს შემდეგ, ხო, დასფუმატოირება და 350 წელი განისაზღვრა, ესე ვთქვათ, ამ სფუმატოს დომინანტი, ხო, წმინდა მამებმა ეს ყველაფერი თვალნათლივ დაინახეს და დოგმატურად აკრძალეს, ესე ვთქვათ, ფერწერის ზეთის აღებავებით დაფერწერულება ფრესკისგან, ხატის და იმ ტემპერის ფერწერის სამყაროსი და აკადემიური ფერწერის სამყაროს შემაერთებელი, შემაჯამებელი, შემრწყმელია სწორედაც ენერგეტიკულად ზოგადად ფიროსმანის შემოქმედება მთლიანობაში ამას წარმოაჩენს აშკარად. მინდა ერთი რამე ჩვენ ამის შესახებ თვალნათლივ დავხატეთ სათქმელი გამორჩეულობა ფიროსმანისა ანიმალისტიკის მიმართულებით, ხო? ანუ მაღალმხატვრული, ფერწერული შემოქმედების კუთხით ამდენად ნოყიერად და ასე მრავალ ფეროვნად და მრავალრიცხოვნად ანიმალისტური მიმართულების ჟანრობრივად დადება მაღალმხატვრულ შემოქმედებით ტერიტორიაზე, როგორც წარმოაჩინა ფიროსმანმა და ამაზე ჩვენ ვისაუბრეთ თუ რაშია საქმე, ხო? ჩვენ შეგვიძლია დავსვათ კითხვა, რომ რა ხდება, რატომ ხატავს ფიროსმანი აქცენტუალურად ამ ჟანრში რა ფრიად დატვირთულად რატომ მუშაობს, ხო? აი მაღალმხატვრული დონის ანიმალისტიკა გვაქვს მოცემული, ხო? აი ამ კუთხით რა ხდება და ეხლა რა თქმა უნდა, ეხლა ბრიყვი ჩასაფრებული იმ წუთშივე არც დაგვასწრის კითხვის დასრულებას, ეგრევე მოგვაწვდის პასუხს, რომ უყვარს და იმიტომ, მაგრამ ეხლა ჩვენ ვისაუბრეთ, რომ ასე ზედაპირული მიდგომები აბსოლუტურად მიუღებელია ფიროსმანის შემოქმედებას, როდესაც ვიხილავთ და აი აქ სწორედ მინდა გითხრათ, რომ ამ ანიმალისტიკასთან დაკავშირებით ჩვენ გადავდივართ აი ენკაუსტიკურ ფერწერის სამყაროშიც იმ კუთხით, რომ ენკაუსტიკა ზოგადად რას ნიშნავს, ხო?
მთვარი წესით დაფერწერულებას და ზოგადად ადამიანის შემოქმედებითი პროცესები სწორედ ერთგვარი გათმობის პერიოდში იწყება, ხო ის მურალიზმი, რაც ახასიათებს პირველყოფილი ადამიანის ერთგვარ სამხატვრო ისტორიას, ხო ეს მხოლოდ უნარჩვევების, ესე ვთქვათ, გადმოხატვის, ანუ გარესამყაროსთან ურთიერთობის ჟამს ადამიანს როცა გაუჩნდა სურვილი დაახატოს ირგვლივ, რასაც ხედავს, ხო ეს მხოლოდ ერთგვარი აღმწერლობითი უნარჩვევები, თვალი, რასაც ხედავს და ხელი, რასაც ახერხებს, აი მურალიზმი, ესე ვთქვათ, მღვიმის მხატვრობაზე მიხატვა ეს ცხოველის იქნება, ფრინველის, ადამიანის სხეულის თუ რა ვიცი ახლა სცენარეული რაიმესი, აი ეს მხოლოდ ერთგვარ უნარჩვევებს აღვივებს მხოლოდ აი ამ პროცესებში, მაგრამ აი სწორედ შემოქმედებითობა იწყება ფერწერაში სწორედ აი მთვარის წესით დაფერწერულების ჟამს, როდესაც მონასმის მომენტი ჩნდება, შესაბამისად აი ამ ტერიტორიაზე გადადის ხალხი ფიროსმანის რაობა თავისი რითი, პირველ საწყისობით, რაც მცდარად მიეწერება, აი ძალიან გონიერი და დიდად საპატივცემლო და დიდად მადლიერი ვარ ჩვენი ხალხის, მაგრამ აი მაინც ზედაპირულად მიეწერება ფიროსმანს ერთგვარი, ესე ვთქვათ, ეს პრიმიტიული მომენტი, მაშინ როცა უნდა ითქვას, ტერმინების აღრევა ხდება და უნდა ითქვას სიმარტივეზე. ამ სიმარტივეში დევს გენიალურობა, თუ კი ვინმე ახერხებს მარტივად თქვას რაღაცა რთული, ეს უკვე გარკვეულ გენიალურობასთან აქვს საქმე. აი ამ ტერიტორიაზე გადავდივართ, ანუ პრინციპში ფიროსმანი ჩვენ გვესაუბრება თავისი ანიმალისტური გამოვლინებებით, ამ ჟანრობრივი, ამ სასწაულებით, რაც მან დადო ამდენად, ხომ? აქ უკვე არის საუბარი ხალხნო ალეგორიულობაზე, იგავურობაზე, ქვეტექსტუალურობაზე, ხო? აქედან გამომდინარე ფიროსმანი ერთგვარად საქართველოს სიმბოლო იქცა, მან შეკრა ეს სამეული ტრიადა, ხო? ფერწერის ტერიტორიის, ხო? ენკაუსტიკა, ტემპერა და ზეთი, ხო, შეკრა, ხო, ეს ტრიადა შეკრა და ეხლა სიმბოლო გახდა ზოგადად. აი კენჭიც არ გადავარდება ღვთის გარეშე, ხო? კიდე ერთი ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი მინდა აღვნიშნო, შემოკარგებო, აი პირდაპირ აცხადებდა, რომ წმინდანებს ხედავდა და ასე ხატავს ჩემი კუნჯო. ხედავო და ასე ხატავს ჩემი კუნჯო. აი ჩემგან დამოუკიდებლად ახლა და ამაზეც ვისაუბრეთ ჩვენ, ხო, ეს რას ნიშნავს, ხო? ანუ უკვე რაც კი ვისაუბრეთ ფიროსმანზე, რაღა თქმა უნდა არ უნდა გვიტვირდეს, კი ვხედავთ, თუ კი გვესმის და თუ კი ვკითხულობთ და თუ კი აღვიქვამთ მართებულად, უკვე გვესმის, ხო? ფიროსმანის აი ეს ამოძახილი არ უნდა ჩაუთვალოთ ერთმა მაპატიოს სმისგენ მიდრეკილი ადამიანის ამოძახილად, ხო არ არის, ხო ეს განპირობებულია, ჩვენ ამაზე ვისაუბრებთ, ხო? ახსენეთ ლეონარდო, ახსენეთ რუსთველი, თუ რას ნიშნავს ეს პიროვნებების ზოგადად კულტუროლოგიური მოვლენაა კაცობრიობის და არ არის გამორიცხული, რომ აი სწორედ ანგელოზებრივ სფეროში წყდება მათი მენტალური რაობა და ისიც თქვი ჩვენ ილიას, ხო, მეც ამ ნიშნავს და ერიმსდის და თუნდაც იქით დანტე ავიღოთ, თუნდაც აქეთ გოეთე და ასე შემდეგ. მოკლედ აი ძალიან მნიშვნელოვანია და პრინციპში ეს აქ უკვე მართებულადაც შეიძლება უკვე მოვინიშნოთ და გავიაზროთ, რომ ფიროსმანი რომ გარდაცვალების ჟამს, ხო, პირდაპირ სასუფეველში შეყავს უფალს, ხო, 1918 წლის აღდგომა დღეს პირდაპირ ღვთიური პროექცია შესრულდა რა ხალხო რა. ეს ღვთიური პროექცია, რომელიც მუდამჟამ გადმოდის ციდან, უბრალოდ ჩვენ ეს უნდა ვიგრძნოთ. მუდამჟამ გადმოდის ციდან, სანამ დედამიწა არსებობს რა, ეს ძალიან მნიშვნელოვანია და